ოლიმპიური ტანმოვარჯიშე გაბრიელ გაბი დუგლასი დაიბადა 1995 წელს. გაბი დუგლასს ძალიან უყვარდა ვარჯიში. 3 წლისა მისწავლა ცალხელზე დადგომა და ყირამალაზე გადასვლა. ამის გამო დედამისმა ტანვარჯიშზე შეიყვანა. დედა მე და ჩემს და-ძმებს ბავშვობიდან გვიკითხავდა ბიბლიას. ჩვენ ყოველთვის ერთად ვლოცულობდით. იხსენებდა გაბი. 8 წლის ამ ვირჯინიის ტანვარჯიშის ჩემპიონატი მოიგო. ყველა მიცდა რომ ის ოლიმპიური ოქროს მედლისკენ მიმავალ გზაზე იდგა. 14 წლის ასაკში გაბი ვირჯინიიდან ლოუაში გადავიდა საცხოვრებლად. იქ მასპინძელ ოჯახში ცხოვრობდა და ცნობილ მწვრთნელთან, ლიანგ ჩოუსთან ერთად ვარჯიშობდა. გაბი ბეჯითაც შრომობდა და ეროვნულ შეჯიბრებაზე ყველას ყურადღებას იქცევდა. შთამბეჭდავი ოსტატობისთვის მას მეტსახელად მფრინავი ციყვიც კი შეარქვეს. ყველაფრის მიუხედავად, სახლი ძალიან ენატრებოდა და უკან დაბრუნება სურდა. გარშემოყოფები ამის უფლებას არ აძლევდნენ. ამხნევებდნენ და მოუწოდებდნენ, რომ ბოლომდე ებრძოლა და არ დანებებულიყო. მაშინ, როდესაც ოლიმპიადა კარს იყო მომდგარი. საბოლოოდ, ქრისტეს მიერ რწმენით, ოჯახის წევრებისა და მწვრთნელების თანადგომით იპოვა ძალა ამ გზაზე წინსვლისთვის. ბიბლიიდან გამამხნევებელი მუხლები დაიძეპირა და ყოველთვის, როდესაც დანებების სურვილი იპყრობდა, ნასწავლ ადგილებს უმეორებდა საკუთარ თავს. სულ მალე 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე 16 წლის ასაკში მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ის გახდა პირველი ამერიკელი, რომელმაც ოქროს მედლები დაიმსახურა გუნდურ და ინდივიდუალურ მრავალჭიდში. ამასთანავე პირველი აფრო-ამერიკელი, რომელმაც ინდივიდუალურ მრავალჭიდში ტიტული მოიპოვა. რწმენა ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. რომ არა ის, არც კი ვიცი დღეს სად ვიქნებოდი, განაცხადა დუგლასმა. მიყვარს საკუთარი ცხოვრებისა და რწმენის შესახებ გაზიარება. ღვთისგან მაქვს ეს ნიჭი ბოძებული და ყოველ შეჯიბრებაზე მისი სახელის განსადიდებლად გავდივარ. მთელი დიდება ღმერთს ეკუთვნის, აცხადებს გაბი. 2012 წელს გამოსცა წიგნი მადლი, ოქრო და დიდება, ჩემი რწმენის ნახტომი, რომელშიც საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარა მკითხველს. ღიად ისაუბრა იმ განსაცდელებსა და გაჭირვებაზე, რომლებიც ოჯახთან ერთად გამოიარა. გაბიმ 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა და გუნდს ოქროს მედლის მოპოვებაში დაეხმარა. 2017 წელს ბარბის თოჯინების მწარმოებელმა კომპანიამ გამოუშვა გაბი დუგლასის სახელობის ბარბის თოჯინები.